დიჩი, კროტასკი და დოკი. ფათაშორის მე გოჩას დაურეკე დღეს და მიპასუხა რომ იცოდე. აი ამბავით ხართ მოსული, როგორც ვიცი. მინიმუმ 3 სეზონი იქნება აკაპელა და ვფიქრობ old school BPM-ს 90 BPM-ი. მე სულ მაინტერესებდა ზღვარი რა გაქვთ ხოლმე რა. ანუ თანხმდებით ესე გავიგე რაღაცეებზე, ვიღაცები თანხმდებიან მაგ. რაღაცებს ეუბნებოდა და მეთქი არა ბრო ანუ ჩაულებრივ მომღერალი ტიპი რო ჟიურიში ეგ ხო არა ლოგიკური და სწორი. აი ზუსტ არევასება ბატლები არ უყურებს, არ ადევნებს. ბოდიბილდერი რომ უნდა გაიყვანო სამჭიჩი ან კლავჭიჩი რა. ფუთი ჟიური რო ჩამოთვალოთ. მე დავიწყე. პირველზე შეგვიძლია პელე დავაკენოთ, არაა პრობლემა. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია დიჩი, კროტასკი და დოკი. მადლობა ბიჭებო რომ მესტუმრეთ. კაი ამბავით ხართ მოსული, როგორც ვიცი. და რა ხდება, აბა მაინტერესებს რაღაც TikTok-ზე ვიდეოები შემხვდა. ძალიან ბევრი ნახულით. კი, გავარდა ხო ეგენი? ძალიან გავარდა. პირველ რიგში მადლობა რომ აქ ვართ. პირიქით მადლობა. მოგესალმებით ჩვენს აუდიტორიას. ხო, დავიწყეთ ახალი პროექტი Raymond Roots-ი. სადაც დოკი არის მონაწილე, კროტასკი არის ჟიური. კროტასკი არის ჟიური. კი. მე მევასები როგორც ბეთლემსი და ჟიურობა. ჩემი არჩევანი ეგ არის. არისო ხო? ანუ MC-ც შეუულებრივად შეუძლია რომ იყოს, ეგეც არ არის პრობლემა. ეს რა მონაცვლეობით რა, ეგ არ ზღუდავს. აჰა. წეჩი. შენ გააქვს სურვილი ისე? სასწაულებელია კი რატომაც არა. არ გამოვრიცხავ ყოველ შემთხვევაში. ეს ახალი მოძრაობაა როგორც მიხვდი რა. ხო ეგრე გამოდის. კი. არ მეშლება რა. ახალი ინიციატივა არის ჰიპ-ჰოპში იმისთვის რომ განვითარდეს და უფრო წინ წავიდეს ამბავი რა. გეგმები რა არის? გეგმები აკაპელას მე შეხვდა აკაპელას მონაკვეთი. კი. მინიმუმ 3 სეზონი იქნება აკაპელა და ვფიქრობ old school BPM-ს 90 BPM-ი. რომ უფრო ზოგადად ჩემთვის არის თავი სათქმელი და რამდენად სწორად აკეთებს ტიპი ამ სათქმელის მიწოდებას, ახდენს უფრო სწორად. 90 BPM-ი მაგისთვის აჰა. კი, ანუ ისე ნეიტრალური ტერიტორიაა რა ჩემი აზრით. და საერთოდ იმ დღეს საუბარი მქონდა ბიჭებთან, რომ იდეაში მე რა ბატლებსაც უყურებ, ძალიან ხშირად მევასება ბიტზე თუ ვსაუბრობთ რა ბატლებზე, მევასება რომ ტიპებს პროსტა გამოაქვთ და აჩვენებენ ვის რა შეუძლია ბიტზე. ოღონდ იმ თვალსაზრისით არა რომ აი მე და შენ თუ ბატლი გვაქვს რომ აუცილებლად შენზე რაღაც უნდა მოვქეკოთ და აი აუცილებლად ყველა ხაზი შენზე პირად რაღაცეებზე უნდა იყოს აგებული. ანუ პროსტა და ტიპები გამოდიან და იდეაში პელემ რაც გვანახა რა რომ არ იცნობდა ოპონენტს და მოსვენელი არ ყავდა და პროსტა მაგარი ბარები დაალაგა რა. ანუ მაგარი ბარები დაალაგა, რა თქმა უნდა ეგ 1-2 ის იყო რაღაცა პირადული ისინი მომენტებიც, მაგრამ ძირითადად იყო რომ როჟამ გვაჩვენა რა შეუძლია რა. მე რა მახსოვს იცი, შენ ამბობდი რომ თქვენ აკეთებთ თუ სტენდაპს ვიღაცებს ეუბნებოდი რა. ეგ ხო და ეგ არ არის სწორიო და ისევ ეგრე ფიქრობ? ბიჭო ხო, იმიტომ რომ იყო ერთი პერიოდი რომ ეგ იყო მთავარი. აჰა. სტენდაპი, ანუ სტენდაპი როგორ გითხრა რა, არ ვიცი რა, ალბათ ტენდენცია იყო თუ რაღაც ალბათ ერთს გაუვარდა და მე ყველამ გადაწყვიტა რომ რახან ეს ევასება კამანდასო ან ჟურის ევასებაო მეც მასე ვიზავო და შესაძლებელია ხო რა. მე მან წინააღმდეგი ვარ აი მაგისი რომ ერთი თუ ხიდიდან გადახტა, ყველა დანარჩენი იმ ხიდიდან ხდება რა და რა, წადი კორპუსიდან გადახტი რა ბოლოზე ხარ. ესეთი პო. ან გაცური. ხო, რაღაცა ქენი იმდენი საშუალებაა ყველაზე ხარ რაღაც. როგორი იყო ეხა ჟიურის წევრი იყავი და როგორ ჟიურის თვალიდან დანახული ჯერ არ გასულ. როდის დაიდება? დღეს იდება ერთი სამშაბათს, ანუ 4 შაბათს ეს გადაცემა იდება, ანუ უკვე გასულია გადაცემა. ხო, ანუ უკვე ვისაუბროთ. ხო და საერთოდ არ ველოდებოდი, ანუ ამ კაცმა მითხრა ჟურიში თუ დადგებიო კლიენტთან ერთადო და ენაისასთან ერთადო და ეგ რომ მითხრა, მეთქი ოპა რაღაცა არის, იმიტომ რომ მე ჩემი ბატლი რომ მქონდა პეზე რომ მკითხეს ვინ გინდაო ჟურიო, იდეაში ენაისა და კოკლიანი მყავდა და ნუ კიდე რამოდენიმე რა იმაში აქვია თავში ეგ იდეა მქონდა რა და მე უცბად რომ იმ დროისთვის უცხო ადამიანმა შემომთავაზა ეგეთი იდეა, მეთქი ბაზარი არა, ესე იგი რაღაცა ისეთი ხდება თქო რა, ჩემთვის მისაღები და
სისტემა გქონდა შეფასების რა, ანუ კი გეცოდინებათ რა, რომ ის ქულებს წერდით რა, პერფორმანსის ქულა, იქ ფლოუ როგორი იყო, გამოსვლა როგორი იყო, ბარები, ფანჩები, როუსტი როგორი იყო და ოდნავ დამაბნეველი იყო რა თავიდან, მაგრამ მე რო ავაწყეთ სისტემა რა, სკრინებს ინახავ შენ. ხო, სკრინები შევინახე, კი, დღემდე შენახული მაქვს. ხო და თან არასწორად ავჯამე რა პონჩიცი, ანუ ესე რაუნდები უნდა აგვეჯამა და მე ის ავჯამე, რა ქვია, რომ აი ანუ ესე ვერტიკალურად უნდა გვექნა და მე ჰორიზონტალურად ვქენი და მაგიტო შევინახე რა სკრინი, რომ მეთქი თუ რამეა გამოვასწორებ, მაგრამ ქულები იგივეა მეც რა, ანუ არითმეტიკულად იგივეა. ქულები, ანუ სადმე არის ეს ქულების შეფასების ან სისტემა ანუ როგორ არის, აი დაუშვათ მე და შენ ვატლაობთ და შენ ქონდა ჩემზე უკეთესი ფანჩები და დაუშვათ დაგიწერეს 9, ხო? და მე იმ რაუნდში დამიწერეს 7. მაგრამ შემდეგ რაუნდში მაგალითად უფრო მაგარი შესრულება მქონდა და შენ მაგალითად დაგავიწყდა და შენ დაგიწერეს 6, იმის გამო რომ დაგავიწყდა და ხო, და ჯამი იგებს. კარგია. ანუ მე აპროგრამებულია თუ შენ მოიფიქრე. მე მოვიფიქრე. ამან მოიფიქრა, როგორც UFC-ში ქულები რო არის, აი კონტროლის ზონა. მაგრამ მე თავიდან შემეშინდა მაგ სისტემის, მაგრამ საბოლოოდ რო გამოვედით, სამივე მსაჯი ერთ აზრზე ვიყავით ორივე ბატლზე. და მეთქი ხოაზე ხარ, ბაზარი არ ამართლებს რა. და ნუ მაგ ქულების გარეშეც მაინც ერთ აზრზე ვიყავით რა. მან solution-იც არის რა, თუ ერთი და იგივე ქულები დაჯდა და ვაი და რაღაც მოხდა, დოკის იდეაა რომ მე უბრალოდ ანუ ჩემი ხმა ამას. დოკი მონაწილეა. კი, მაგრამ ჩვენ ანუ ორგანიზებაშიც გვაქვს ანუ ყველასთვის ღია ხართ, ხო? ანუ მონაწილეები აძლევენ ხმას მე თვითონაბარია? თვითონ ჟიური. და ისე ოკეი, სამი ჟიური ყავს, ხო? 80 დაჯდა რა, სამი ჟიური არის. მე უკვე ჩემი ხმა ამას პრინციპი იქნება რა. თუ ქულები ჯამდაბარი ვერ იქნება ვერას. ხო, ანუ ძალიან იშვიათია, მაგრამ მაგის solution-იც არის რა, რომ არა. მე მაინც ანუ მასევაზე, იმიტომ რომ მე რო ქულები დავწერე, ხო? ცალსახად პირველი რაუნდი აქ წავიდა, მეორე რაუნდი აქ წავიდა, მესამეც სადღაც წავა, რა თანაბარი ვერ დაჯდება. სხვა ჟიურიმ შეიძლება გაგითანაბროს. ხო. ხო, მაგრამ მაინც სამი ვარ და კენტად არის და ძალიან რა მილიონში ერთი შემთხვევა. მე რა მაინტერესებს ძალიან გამოცდილი ხარ რა. მე რო გიყურებდი, აქ 15 წელს ვიყავი რა. ამ სფეროში რო. მე ვიყავი 20-ის. მე რასაც ეკრანზე გიყურებდი, ან ეკრანს გარეთ რო ბარებში უბერავდით, მე ეგ ცალკე გავიგე. ბაზარია რა. იანგს რაღაცები აქვს მონაყოლი და იქიდან გამომდინარე. როგორი იყო რა, გაგისწორდა? მაგრად ხო? აუ წიოდით, კიოდით, დავრბოდით, ანუ ისე 20 წლის ვიყავი შეზომას არ მაგრამ გამისწორდა. ანუ მართლა ეგ დუხი იყო. კი. მე ერთ მომენტში ძალიან ისე გითხებით რა, ხო, მეც ხო იქ ვიყავი გადაღების პროცესში და ბიჭი ძალიან სასაცილო იყო რაღაც მომენტები რა და მე ეგ პეცი მევასება რა. სტენდაფებზე ეგ მიკვირდა ატო ამბობს მეთქი მაგას თქო რომ აი რაღაცა პელეს აქ ხომ ისეთი ხუმრობები. რომ ბიჭო ძალიან სასაცილოა და ეგ მომწონს. ანუ წარე ფანჩებიც მომწონს რა თქმა უნდა. კი. სტენდაპზე მაინც არა, მეც მევასება, პროსტა ყველაფერი ეგ არ უნდა იყოს. ყველაფერი ეგ არ უნდა. ხო, მაგრამ ჭირდება. ფოტოშოპის მე გოჩას დაურეკე დღეს და მიპასუხა რომ იცოდე. მუშაობს, ხედავ? კი, მუშაობს. დოკ ამდენსაც ლოპარაკობ. დოკ გოჩასთან გამოსწორ ადამიანთან ვისაუბრეთ ახლა დოკისაც დაინტერესებს ახლა. შენ შეხვდი ჯიუნას. კი ბატონო. აი შედეგს ვერ ვიტყვით. ვერა ხო ჯერ არიდება. შემდეგ სამშაბათს იქნება ეს ბეთლი. დოკი და ჯიუნას. კი, დოკი და ჯიუნას. მაგრამ მინდა აღვნიშნო რომ დოკი იყო პირველად ბეთლზე, ანუ ესე და იდეალურად გაართვა თავი პირველის კვალობაზე კი რა, შეიძლება მეტიც კი ვთქვათ. მაგრამ ეს ინტრიგა დავწყო. შენ თვითონ მაინტერესებს როგორ გაგისწორდა? ძალიან მაგარი ემოციები იყო. ანუ ბეთლი ზოგადად ძალიან ბევრჯერ მაქვს რა ჩატარებული, მაგრამ მეინსტრიმზე პირველად ჩავატარე ბეთლი, ეს კამერა რომ იღებს და ამდენი ხალხია მოსული და აი ისეთი ემოციები იყო, რომ ბეთლი რომ მორჩა დიჩის უთხარი, რომ კიდე მინდა ბეთლი ხო და ხვალ კიდე გააკეთე რა. ანუ სულ მინდა ეს ყველა იგივე ბევრი ბათლი გაქვს ჩატარებული კამერის გარეშე პროსტა, ხო? 1-7 წელია ვატარებ სულ ბეთლებს, თითქმის რა ყოველ ორ კვირაში რა სულ ბეთლი მაქვს. მაგიტო ეგეთი ბასრი როა. ხო, არა, იასნია, კი. დასუფთავებული იყო მთელი რაუნდები. მე სხვადასხვა ეს იანგ ვარ ამით რა მე დავსერჩე რაღაცეები და ბარის რაღაც ვიდეოები ამომიგდა შენ რო ბეთლავ. აი YouTube-ზე და საკმაოდ ბევრი ნახვა აქვს ეს სხვადასხვა. ხო, მე თვითონ მინახავს. მაშინ უნდა იდო და ალბათ 100 ნახავ ქონდა მე კი 100 ნახვა გამოვხდი და შევეში. ხო და შენი თუ ტრეკებს თუ წერ ხო? ბიტზე ძალიან ბევრი მოქვს დაწერილი და ეხლა მინდა რომ გამოუშვა ფიტები მინდა რა ივასთან მინდა დივაინიდან მევაკეთებთ დივაინ რაიმსი და ნუ იქნება რა ვეჭვალი ანუ რეპერობაც მინდა მარტო ბეთლემ სისიბაში არ მინდა დავრჩე რა. ხო სხვადასხვა ბევრი ბეთლ რეპერი რჩება მანდ და ვერ აღწევ. იდეაში იქ ხო შენ თავის პოპულარიზაციისთვისაც აკეთებ.
გონი იდეა სხვანაირი სპეციფიკა სიმღერის ან ტრეკის გაკეთებას და ბატლისთვის მომზადებას, რომ უმეტეს შემთხვევაში ძალიან ბევრი მაგარი ბეთლ რეპერი რჩება მაგარ ბეთლ რეპერად და მაგათ სიმღერებს პროსტა ვერ უსმენ. ანუ არის სვინება რა. არა, ჩავრთავ ერთხელ მოусმენ, მაგრამ ის არ არის რაც უნდა იყოს და პირიქითაც მასეა, რომ აი არტისტები ცდილობენ რომ ეხა ბეთლ რეპზე გავალო და ვაჩვენებო რომ მაგრა რითმო რაღაცები, მაგრამ ეგეც არა ხოლმე საკმარისი რა, მაგრამ ანუ ფულზე ხარ რა, უეჭველი ორივე უნდა აკეთო, არასოდეს. რომელი უფრო ისაა რა რეპერული? BPM-ი თუ აკაპელა? უეჭველი BPM-ს რას გულისხმობ? BPM ბეთლს თუ აკაპელა ბეთლი? ამოდი ექსით ვარ ვიხმართ რუსებისა. ხო? BPM-ი არის BPM რუსების რუსებისა? პროექტი, ხო? თავის რუსებმა თავის რეპ ბატლს დააწყეს BPM-ი. ხო, ან მე ბიტზე რო რეპავე ტიპები. ეგ არის რუსული თუ რუსებმა დაარქვეს თავის პროექტს. ანუ ისა სახელი არის просто BPM-ი? ხო. ой, მე ეს PvP battle ხო ქვია? კი, PvP ჩვენ- battle. და იქ არის BPM battle. აჰა. და მაგით არ მევასე. PvP-ს არ არის ჟანრს არ ქვია. მოდი, მიშკა. ხო. ხო. PvP არის просто ქვია ამ PvP ვიცი ხომ BPM მეგონა რომ ჟანრი იყო. BPM ისე თავის მნიშვნელობა აქვს იყოს, მაგრამ დაარქვეს პროექტს. აჰა. ანუ და ის ის ფერ მინით არის რა. და ეს საიდან მოდის? BPM-ი? ბიტზე, არა, ბიტზე რო ბეთლია. ბიტზე ბეთლაობენ? რავი, ყველაზე oldschool-ური რაღაცაა ვაფშე რა. მერვე მილი. ანუ მერვე მილი. არა, მერვე მილამდე ერთი ხო. 20 წელი ანუ ადრე როგორ- რა. ყველაზე ესეთია თვალსაჩინო. პირველ ანუ ადრე იყო როგორ სტილში ტიპები ბიტზე ეჯიბრებოდნენ, მაგრამ ერთმანეთს არ დისავდნენ რა, ზოგადად ვინ უკეთესად გარებავდა ბიტზე და crowd მერე control-ის თემაში. პირველი რაც დაიდო, სადაც ტიპმა მეორე ტიპი გადისა იყო, cool mode ქვია რა, არტისტი mode და იყო. busy გადისა სადღაც Harlem-ში, როგორც ვიცი რა. ძალიან მაგარი ტრეკია. ხო, ანუ რა სასწაულად რეპავს და ოღონდ ძალიან არის მაგარი. 80-იანები, ხო? ხო, ძალიან ძველია, აი ძალიან და ძველი. თვითონ კულტურა კიდევ უფრო ძველი ფესვებიდან მოდის, ანუ ჰიპ-ჰოპის და შავი კულტურის თვალსაზრისით სუფთა იამაიკურია, მან Clash ქვია მაგას რა. და Clash-ები ხანდახან ხდებოდა რაღაც დღესასწაულებზე, მაგალითად ბლოკ პარტი ტარდებოდა და იმ ბლოკ პარტიზე მაგალითად შენი საუნდ სისტემა და შენი არტისტი, ანუ შენ თუ DJ ხარ და რეპერი ყავს, ან ორივე ხარ, შენი საუნდ სისტემა ჩემი საუნდ სისტემის წინ ავდებ და შუაში ხალხია და ხოლმე ხარ ვინ მოიგებს ამ ხალხის გულს რა და Clash-ი ერქვა მაგას თავის დროზე და ასე რომ და ეგ მაინტერესებს. შეგვიძლია ესე რა. მაგარი Clash-ი რაღაცა. Red Bull-ის Clash-ი გაქვს ნახე? სასწაულია. და ან Skepta-ს თონზი და Vivas UK აქვს. ქართველებმა ესე რატო აიტაცეს შენი აზრით? არა, თქვენი აზრით. ქართველებმა თან არა, არა, ჩვენთან ესე რატო შემოვიდა ისე? იმიტომ რომ აკაკი წერეთელი რა, მიშკა? აგე რა. აი, ხო, მიშკა. პირველი ვიდეო გადაიღო. აკაკი წერეთელი და რა? ანუ ვაჟაფშაველა ესე პოზა იყო რა, ოღონ თავიდან უყურე მე რა მახსოვს თავიდან მახსოვს რომ აი რაღაც ცოტა ისე იყო რა. ანუ სერიოზულად არ უყურებდნენ. მე თავიდანვე ეგრე იყო რომ მეთქი რა მაგარ რაღაცას აკეთებენ საყო რა. და ხალხში იყო რომ თითქოს და აი რაღაცა არჩე გეტყვი რა, და მართალია, თავიდან ეგრე იყო, მაგრამ ეხა ამას წინათ რა, 2 დღის წინ რა. ვიყავი ივენტზე რა და იმ ივენტზე ნუ შიდა სივრცეში ტრეპს უკრავდნენ, გარე სივრცეში უფრო კლასიკურ 2000-იანების, 90-იანების ესე თქვა East Coast hip hops უკრავდნენ რა. და კარჩე ორი ტიპი ერთმანეთს ლაპარაკობდა. მეც დამიწყეს საუბარი და უცბად არსაიდან დაიწყეს ფრისტაილი რა. აჰა. ხო და სახელებს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ის ერთ ბიჭს ვიცნობ, მეორე იქ გავიცანი რა და ის ვინც გავიცანი, მან იყო 18 წლის ტიპი რა და ამან რო ფრისტაილა ეს ბიჭი შემოვარდა ბიტზე და ამას უთხრა რომ შევეცი შენს დაწერილ ტექსტსო. და 1-5 წუთი ფრისტაილა და ბიჭო რო ფრისტაილობდა რა მე მივხვდი, იმიტომ რომ იმ ტექნიკას ჩალიჩობდა, რასაც მე რომ მაგის ხელა ვიყავი, მაშინ რომ ვეუფლებოდი რა. მეთქი რა, მეთქი, ხოაზე ხარ და მე გამხედა, მიდი გააძრეო რამეო და დავარ მეთქი ჩემი ამ ფრისტაილში არ მივარჯიშია, ერთი წლებია მეთქი, ეხლა არ ჩავიჯვა თქო რა. ხოაზე ხარ და აი მაგ ფიქრებში ვარ და DJ-ს შემოყავს შუქვანსის ინსტრუმენტალი. და მან გამეხსნა და არ ჩავიჯვი რა. იმენა ჩავატარეთ, როგორ ჩავატარე, იცი, ვითომ თავიდანვე მასე გავგეგმე რა იმენა და გავედი დასტოინა და ბეთი რო ქონდა ბოლოს. შენი ბითი ხო იყო პირველი? ხო, ჩემი არჩეული ბიტი იყო. შენი არჩეული იყო? ანუ, კინომ აწყო იქ ბიტი როგორ იცი, რაღაც რეფერენსები
ჩავუგდე, იმანაც რაღაც პასუხად რაღაც რეფერენსები ჩამიგდო, მე შევხვდით სტუდიაში და მეთქი მოდი ესე ვქნათ, მოდი ისე ვქნათ და ანუ ასე ვქნათ მე ვეუბნებოდი რა მომწონს და პირო აწყობდა. რაღაც განსხვავებული ბითი იყო და მაგრად გაასწორე. ხო, კი, პროსტა იქ ვიდეოში იმდენად არ ჟღერს კარგად, ეხლა პროსტა რო ჩართო ბევრად. სიგნალში პირველად მქონდა ბეთლი. ხო. აი switch. ხო? არაკლისზე რო მქონდა რა, აი ყურა. აი მე ხო, კაილაინი იყო, ხო? ძალიან გამისწორდა. არ ვიცი, ეგეთი არაფერი მომისმენი. აუ, ვერა დამუღამე, იცი, შენ ბეთს როგორ უყური? ჰმ. ჩავრთე, წავიდა ხაზი, დავაპაუზე. აჰა. ჩავრთე, დავიდა და ვაფერს დაეთანხმე. 3 საათი უსმენდი. ხადო. ძალიან ასწორებს, ანუ ეგ ასწორებს რა და მე სულ მაინტერესებდა ზღვარი რა გაქვთ ხოლმე რა. ანუ თანხმდებით ესე გავიგე რაღაცეებზე, ვიღაცები თანხმდებიან მაგრამ ანუ ბიჭო, აი მაგ ზღვარზე ადრე მქონდა საუბარი ენემის რო რაღაც თემა მოვიდა. ბეთსაც მქონდა ნეტა რა მოგეჭერა თუ კი დავიჭერე. ხო და ანუ აი მანდ გადის ზღვარი რომ შეიძლება შევთანხმდეთ, მაგრამ ეგ არნიშნავს რომ აუცილებლად ეგ პირობები შესრულდება, შეიძლება არ შესრულდეს და მე სხვანაირად მოხდეს რა. და უკეთეს გეტყვი რომ საქართველოში რეპ ბატლები ყველაზე პატიოსანი რაღაცაა, რაც კი ოდეს მე მინახავს, იმიტომ რომ YouTube-ზე რო ჩაწერო რეპ ბატლის რაღაცა ფეილებიან ჩხუბები, შეიძლება 40 წუთიანი ვიდეო იყოს, ერთმანეთს რო კლავენ და ჭრიან და ესვრიან და დარბაზ-დარბაზზე რო ჩხუბობს და რაღაც უბედურება რო ხდება, ასე რომ ჩვენთან ეგეთები არ ხდება და რაღაც კარგია მე. კი, არა, კაია, კი. მეც რა იყო, რაღაც UK Battles უყურებდი მგონი შენი შვილი უტაფაზე შევწვით რაღაცებს ეუბნებოდა და მეთქი არა ბრო ანუ ძალიან და მაგაზე ხმა არა მოიღო და მე რაღაცა ისეთი უთხრა და იმაზე ეჩხუბა ხო? ხო, გასკდა მე იქ გასკდა. არ ვიცი. არ მინახავს ბოლო მართლა გავაჩერე რომ მეთქი არ მინდა რა. ხო, ამაზე რძენი იყო რა პროსტა. საშინელ კიდე რა უნდა მოხდეს რომ ქართული რეპი განვითარდეს ესე ვთქვათ, კულტურა ჩვენთან. მეტი ჰიტი. მეტი ჰიტი. ჰიტი, ხო, ჰიტები გვაკლია რეალურად რა. აი მე როგორც DJ-ს რო ვაწყო პლეილისტს რა და აი რო ვიცი რომ დაუშვათ დღეს დავუკრავ რაღაცა თემას. აი დღეს დავუკრავ რაღაცა Southside Traps, ხვალ დავუკრავ რაღაც West Coast რაღაც. ნუ თემატურად თუ ვაწყობ რა პლეილისტს რა. აი პლეილისტში ხო მინდა რომ ქართული ტრეკები ჩავაგდო. ხო. და არ გაქვს. ხო, არა, მაქვს რამოდენიმე, მაგრამ ცოტაა. ანუ ბევრად მეტი რეპერია ვიდრე ჰიტი. ისე რომელი უფრო გისწორდება ხოლმე? რა ბაზარი თუ დაკრო? ორივეს თავისი მუხამია, გვერ უფრო დიდ სიამოვნებას არ განიჭებს რომელიმე? ორივე სკილია და ორივეთი кайფობ რა, ვერ გეტყვი, ეგრე ვერ გამოვარჩევ რა. არ ვიცი. დროს და ადგილს აქვს ალბათ უფრო დიდი მნიშვნელობა ვიდრე თვითონ ანუ ხოლმე ხარ რა. მუსიკა, ჩემთვის მუსიკაა ორივე რა და ესე თემა. მე 1000%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ბეთლი განვითარებს რეპსაც რა. კი, რა თქმა უნდა, ეგ პროსტა თემა ის არის, რომ ტიპებმა უნდა აიღონ მაგალითი სწორი ემსებისგან და საჭიროა რომ სწორმა ემსებმა გაიმარჯვონ. მაგალითი საქართველოსთან რო ვახსენოთ თუ შეგიძლია. აი ხა გეტყვი, სულ თავიდან დავიწყე Young Mike-ის მიბაძვით თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ძალიან გასართობი იყო ტიპებისთვის და ანუ ყველას აი სულხმაური ქონდა, იყოლიებდა და მე პელეს და Young Mike-ის ფინალი რო ნახე და ვამუღამე რომ აი ამას მაგრამ მოუხდება ეხა სეტაპები და სტრუქტურების ჩამოყალიბება, იმიტომ რომ პელეს ქონდა რაღაცა მონოპოლიაზე და რაღაცეებზე რა, შოკოლადებზე და რაღაცეებზე აწყობილი. და მე ვთქვი რომ აი ეს ორი რაღაც ერთმანეთში ძალიან მაგარი რაღაც იქნება. და იდეაში ეხა ჯიუნასთან რაც გამოვიტანე ეგ არის რა, ანუ ბევრი ხუმრობა ვთქვი იდეაში რა, მაგრამ თან სულ სეტაპებში ვთქვი ეს ხუმრობები, ანუ ორი იმის გაერთიანება პელეს და მითხრა რომ მაგდენიო სეტაპზე ცხოვრებაში არ მინახავს ერთად რა. მეც ვთქვა მე გარეთ და ძალიან გამისწორდა, ხო. ჟიურისტებს ვის დაამატებ, ვის ამოაკლებ, მაინტერესებს. იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე კომენტარებში მე ჟიურისტებზე კომენტარები წერება ხოლმე რა. მე მგონი აქ ანუ არ იქნება ეგ პრობლემა. არ იქნება. ამოკლებით ამოვაკლებ იმ შემთხვევაში თუ მაგალითად ახლა მონაწილე იქნება ან მონაწილე ხო რაღაც თავიანთი პონჩი და მე ჟიური ზუსტად იმ კრიტერიუმით შევარჩიე რომ ვისი აზრით მართლა მაინტერესებს და მე რო იქ ვიდგე ძალიან გამისწორდება რომ ამ საზოგადოებამ შემოფასოს ესე ავარჩიე ჟიური რა. შესაბამისად არავის გამოკლება არ მინდა რა. ხო, გოჩამას თქვა რომ მე ვინც წარმოვიდგინეო ის ხალხი დამახვედრა. ხო, მაგაში დავემთხოთ. ჩვენ არ ვიცნობდით ერთმანეთს. არ ვიცნობდით, ხო, პირველად ვისაუბრეთ, ხო. მაშინ მაგ დღეს პირველად ვისაუბრეთ და რავი, ესეთი პონტი იყო. ჩვენ ჩვეულებრივ მომღერალი ტიპი ჟიურიში ეგ ხო არა ლოგიკური და სწორი. გააჩნია რა გინდა რომ შეგიფასოს. რა ხო, რა ხდება რა
რა დუჟენია გაქ რა. მარინა ბერიძე არა, კაპელას ვერ შეგიფასებს ამ სიტყვაზე ხო. ვთქვათ რა. მაგრამ იქ რო იყოს ვოკალური მონაცემების გამომჟღავნება თუ ბეთლში შეიძლება ბერიძეც დააყენო რატო არა. არა ვოკალური ხო მაგრამ მე უკეთეს გეტყვი. დაჟე ყველა რეპერს არ დავაყენებ რეპ ბატლზე ჟიურად რატო იცი? აჰა. იმიტომ რომ შეიძლება კარგი რეპერია და შეიძლება კარგად რითმავს და ხური აქვს და მუსიკალურია, მაგრამ ბატლის აზზე არა. აი ზუსტად. არ რევასება ბატლები, არ უყურებს, არ ადევნებს. ხუთი ამერიკელი ბეთლ რეპერი რომ უკითხო ვერ ჩამომითვლის. ხო, აი განა იმას ვიზახით რომ მაგით უფრო ცუდი ტიპია ან არა, ტიპია. მესმის ხო რაღაცა რაღაცა წვეთს უნდა იყოს კომპეტენტური მაგ საკითხში მესმის. ხო რა, აი როგორ გითხრა რა, ბოდიბილდერი რომ უნდა გაიყვანო სამჭიჩი ან კლავჭიჩი რა, ანუ კი ორივე ჯანზია, მაგრამ არაფერ შუაში არა, ერთი სხვა არის, ორივე შტანგას წევს. არა, ერთი მეორესთან არაფერ კავშირში არაა რა. მოკრივე და კარატისტი არ უნდა აჩხუბო თუ MMA არაა, რა თქმა უნდა, ხო ხდები ან ისეთი პონტია რა. ჩემი ცოდნა ჰიპ-ჰოპზე არის 0. ანუ არავის არ უსმენ, უცხოელი ვაფშე არავინ არ ვიცი. კუმოლდის და ბიზიბის ბატლის. ანუ ეგ იმიტომ რომ ბეთლემსები არიან, ანუ ბეთლემსები ვიცი. მაგრამ არტისტები ანუ რეპერები არ ვიცი რა, ანუ სურათებით ვიცი ეს Fortnite-დან არ უსმენ რა კომანდას. Travis Scott Fortnite-დან ვიცი. ხო, ანუ Travis Scott Fortnite-დან რაღაც. ქართველები ვიცი, მაგრამ უცხოელები და ძალიან რამე რეპერს ვიცი. არ ვიცი. აზრზე არა. თორი. კანადა. შეიძლება ეს სახეზე ვიცოდე. და ქართველები იცი? ქართველები ვიცი, კი. კი, ხო? ქართველებს ქართულ ჰიპ-ჰოპს ძალიან უსმენ, კი. მე რა მაინტერესებს სულ ან ერთმანეთში რო ისაა რა ძალიან ტემპერატურა რო ბეთლის დროს. აი მე ჩვეულებრივად ხვდებიან ერთმანეთს გარეთ? დაძაბულობა ყოფილა? თუ ბეთლემსი არ იქნება, თუ ტიპი მართლა ბეთლემსი არ იქნება და თუ ტიპია რომელსაც უთხრეს რომ თუ ტიპია რომელსაც უთხრეს რომ შენ მაგარი რეპერი ხარ და ეხა ისეთ ადგილას უნდა გახვიდე სადაც აი დამცირებაში ეჯიბრებით ერთმანეთს, მერეც უთხასიათზეა, იმიტომ რომ გონია რომ დაამცირეს რა და რაღაც დაიჩაგრა. ხო იდეაში. რაღაცა ხო მე ისევ იმასთან რომ ხანდახან მიკვირს ხოლმე რა რაღაც ხაზი. მე თუ ბატონზე გავედი ვიცი რომ კაის არაფერს არ უპირებ მაგ ტიპს და ანუ აი ვიცი რომ აი ვერაფერს ვერ მეტყვის ისეც რომ ხოაზე ხარ რა გულთან ახლოს მივიტანო რა აი პროსტა აზრი არ აქვს და რაც უფრო ცდილობენ ხშირ შემთხვევაში რომ რამე ისეთი გითხრან მით შეიძლება უფრო სასცილო იყოს შენი თვალსაზრისით რომ ანუ ან ტყუილია ან მოგონილია ან ვაფშე რა შუაში ვარ მე ვის უთხრა ეგეთი რაღაცეები არის რა და თუ ბეთლ რეპერი ხარ ხვდები მაგას ან შეიძლება ისეთი რაღაცა გითხრასო პირიქით გაგისწოდეს რომ ვა აი ეს იყო კარგი ეს მომეწონა ხოაზე ხარ პერლის რეაქციები თვითონ ახლა ვინც ბეთლს ნახავს პერლის რეაქციები ო ზუსტად ასაც მე მყვები მიხვდებიან ხო ერთ-ერთში ეგა მართალი მე კამერა ავაგდეს ეგ ვიცი. მართლა აი სიკრეტია ხო ედიტის დროს მაგას ხედავ და ანუ ყველა დაიკარგა ჟიურის დაიკარგა არტისტი იმას ვამბობ რა ხოაზე ხარ რომ დაწყებამდე რომ მეცინება რა მართლა რაღაცეები არის რომ ძალიან სასაცილოა და ხოაზე ხარ მეთქი რაღაცა რო თქოს ისეთ თქვა რომ გამეცინოს მე რა გავაკეთო თქვა რა და ბიჭო კაგას იყო ის ხო დაიდოუგებეთ პელეს. ვიღაცის სახელი დაგვარი რო თქვა და ახლა გეტყვი ფანშლაინის ძალას ეს სახელი დაგვარი არსებობდა და დომენიკ პერფი. ვაი მე რო დავეწიე რა თქვა და ეს სტაბილიზატორი ავაგდე. ბიჭო არ არსებობს მაგაშიც მოგვატყუა ძმაო დომენიკ მეფე არის მეცნიერი და იმაში რა ანუ არსებობს მაგრამ შენ პროსტა იპოვე ხო შენ პროსტა დაგუგლეს ახლა ბიჭო, არ რაღაცა იყო. რამან Yahoo-ში დაგუგლა და ვერ ამოაგდო და შენ ალბათ ChatGPT-ს კითხე და ამოგიგდო ანუ რაღაც მიღწევა აქვს მაგ ტიპს რაც მქონდა რაღაც სადღაც მქონდა წაკითხული და ვიცოდი რომ დომენიკ მერფი არსებობდა. და იანგთან იყო პელე მოსული, მახსოვს ჩანთა გახსნა და ფურცელზე ვწერო. კი. ჩემთან იყო არ მიშკასთან იყო სტუმრად. ხო ხო აი მე ჩემთან სტუდიაში მოვიდა. ჩემთან სტუდიაში მოვიდა და რაღაცა ის ტრეკი მაქვს უცბად ჩავწერო რა და დავაიმეთქი რა და კაი ერთ წამსო და ესე ჩანთა გააძრო და ფურცელი რომელი იყო და ფურცელზე პასტით ეწერა და აი გადახაზული და ეს ის არის ქვემოთ და მეთქი ეს რა თან დაშორებებით ხვდებიო რითმასო რა ანუ და პაუზებსო. ძალიან მე რაზე გამეცინე იცი? ამას ამოღო, იანგს ამოღო, აი ესე დავწერეო შენი ისაო რა. ვერსებიო და აჩვენა ვერსები როგორ უნდა დაწერილი ფურცელს. ის ვიდეო ნახი გაქვთ ანუ ვიღაცას რო დისავს რა და აქეთ კატაუზის აქეთ ფურცელია გაშლილი და ბიძე კითხულობს და ასე შლის ყოველ ორ წამში. თან დიდაწერ ხო? ტელეფონში ხო წერთ? მე კლავიატურის და ტელეფონის გარეშე ვაფშე ვერ დავწერ ტექსტს. პასტა ფურცლით ვერ დავწერ არა შეგიძლია დისლექსიკი მიწოდო არ შემიძლია შენს ხო? და ეგრე იყავი ახლა 16-17-ში ეგრე იყავი?
აუ სულ აი სკოლაში რომ შევეხე ერთხელ კლავიატურას მეთქი მოაშორეთ ეს კალამი და უცელი მეთქი რა. მაგალითად მაიცი დაზეპირება როცა გინდა მაგ ტექსტის მერე ანუ აკრეფილი შეგიძლია გადაიტანო რა და დასაზეპირებლად უფრო მარტივია რა ანუ ფოთლიდან ელეს რო პირდაპირ ვერ დავწერე პირველი ბეთლები ქონდა სპორტსლენი როული დადიოდა უკანა ჯიბეში ხო აი 2017 წელს რა მართლა საახო. აი ესეთი თან ის გადახვეული და გუგდებს მე მქონდა ერთხელ რა ეგეთი იდეა რომ როლს ავიღებ მეთქი რა. რაღაცებს ჩავწერ თქვა ეგ იყო აი რავი 2010-12 რა და რაღაცებს რო წერდი მეორე დღეს რო ვკითხულობდი ჯერ ხო ექიმის კალიგრაფიით მეწერა სიჩქარეში მე ვერ ხვდებოდი ეს რა შუაში ამასთან ანუ მავიწყდებოდა და ცალ-ცალკე რაღაცა რითმებს თუ ამოვკრიფავდი ოკეი მაგრამ ისე რომ აი ტექსტი დამეწერა ფურცელზე ანუ აი არ გამომდიოდა რა და აი როგორც კი ტელეფონში დავამუღამე რომ ეს თან ტელეფონში რას ვაკეთებდი იცი ესე აბზაცს ავიღებდი ჩამოვწევდი და ვხვდებოდი რომ ეს ერთი წინადადებაა და მეორე წინადადება ცალკე რო იწყება და უკვე ის ამხელა იყო თუ ამხელა ჩემთვის უკვე ვხვდებოდი რაც იყო რა სტრუქტურას ვხვდებოდი და მაგრა გამიმარტივდა მე ბლეკბერიზე რო წერდი ხოლმე ეს ადგილები მტკიოდა რა აუ ბობა მაგაიჩითა ძმა იმენა ბლეკბერი რომელი წელი აუ 11 ალბათ 11-ად ისე შენ როდიდან გაინტერესა რა ეს რეპ კულტურა ბაღიდან როდიდან ბაღიდან უსმენ ჰიპ-ჰოპს ბაღიდან უსმენ ჰიპ-ჰოპს მე ვაფშე რეკის ბაღში ლაინია. რას ვაკეთებდი ბაღიდან ვუსმენ ჰიპ-ჰოპს სანამ შესკროლავდი TikTok Yo! ნემდო ცეკო კრიპვოქს მუსიკას ვუშვებ როგორც ანტიდოტს. всё ხედავ ორჩ ნიჭიერი ხალხი ხარ რას დაამატებ მარილს ნუ რავი რა უნდა დავამატო ერთი ის რომ ძალიან მიხარია რომ აკაპელა დაბრუნდა მოკლედ რა ანუ მეც ძალიან ეჭველი საჭირო იყო რაიმენ დრუცი. გამოიწერეთ აუცილებლად არხი ბიჭების ხო სავარაუდოდ უკვე დევს ვიდეო და გადადის ვიდეოს არ გინახავთ მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველა ნახავდა იმიტომ რომ TikTok-ზე შემხვდა ყველგან ძმაო და ნახვები ქონდა ზალი 500,000 600,000 700,000 ძალიან ხადაო აი რაღაც პატარა რაღაცი რო გადაიღო კამან და კი ძალიან ბევრი ნახვა ახლა ბიჭო, ხო, მაგრამ ვიდეოებს ერთმა მომენტში თან ჩემი კეფა რა ტიპა მომწერ რა ხდებაო რა მე ერთი ნახე და ელოდი პროსტა ცოტა გაგეწელა მაგრამ რა უშავს მაგრამ რატო? მე არა თვითონ ის გაიწელა ვიდეოს დადება ხო არა არა ნორმალური ხო ისე როდესაც შენ დადებ მაშინ წევა 10 ფლა ხო 21-ში იყო ბეთლი და დღეს პირველია 10 დღე გავიდა 10 დღე არა კაი დროა კი მე მინდოდა უფრო ჩქარო რომ მე მეღვიწყო თან მაინტერესებს მართლა რა ან ერთია რომ გადაღების პროცესში ხარ ჩართული და მე პროსტა მახსოვს რომ რაღაცა ძალიან მაგარი ლაინები იყო რა და იმის მოსმენა მინდა ხელა ხა და ვერ ვიხსენებ რა იყო კი მეც ეს მაქვს კადებოდი სიცილით იმე და აი ცუდად ვიყავი მე ზეპირად ვიცი ხო ზეპირად იცი? აუ ხო, მე ახლა დაპელე მონტაჟი. ერთმანეთს უყურებდით რომ ო ეს რა გააცოდა რა აუ მე რაზე მეცინებოდა ხოლმე იცი დოქს რო ევონებოდი მოტრიალდი კამერის აუ ეგიჩი ხო მე კი კამერა გააყენეთ ხო აუ მაგისედით იქნება ბიჭო მე ვუყურებდი ანუ სულ ჟიურის ვუყურებდი რა და თან ანუ პელეს ვუყურებდი იმიტომ რომ აი იმ წამს ხალხი ვაფშე არ მადარდებდა რა მაშინ აი ყველა ვინ ჩემი აიდოლი იყო ბავშვობაში აქ იფხარის დგანან რა და მინდა რომ პანჩი ვთქვა და გავხედო როგორი რეაქცია აქვს რა ბავშვია 22-ის 22 არ ყოფილა. არ ყოფილა ბავშვი მაგრამ აი რო დაიწყო იმ დღიდან მაინტერესებს ეს თემა პირველი სეზონიდან აგრა 7 წლის წინ დაიდო პირველი სეზონი ხო და რამდენის ვიყავი აბა 15 წლის ალბათ ხო იმაზე ახსენე რა ჟიურიში რეპ კარგი რეპერი შეიძლება რა განსხვავებაა რეპერსა და რეპერს შორის სტრუქტურა თვითონ ანუ როგორი ისა გაქვს რა როგორი გაქვს აგებული სეტაპი და პანჩლაინი რა იმიტომ რომ შეიძლება რეპერმა მოისმინოს და იფიქროს რომ მარტივი რითმებია და ვერ მიხვდეს რომ იქ რითმების გარდა კიდე ერთი განზომილებაა და მაგალითად ორმაგი მნიშვნელობის რაღაცეებია რა და ანუ აი ეგეთი პატარ-პატარა ნიუანსებია რაც საერთო ჯამში დიდ სურათს კრავს რა დღეს ვუყურებდი ენაისმა რო განიხილა კონტრასტ და სკაისბექი აუ ენაის ძალიან კარგად განიხილავს იქ ბიჭო რეები დავამუღამე ანუ ენაისმა ახსნა მე რა დავამუღამე ის კონტრასტ დაწერილი რაღაც ჯოკერზე ფენიქსზე ანუ ჰიტი აი ძალიან გიჟი რაღაც ქონდა ჩადებული просто თემა ისაა რომ მაგას შანსი არაა BPM-ზე ვერავის ვერ მოთხოვ რომ გაიგია ვერ დაეწევა ვერავინ ვერ გაიგებს მაგას ვერც ერთი ჟიური ერთი მოსმენით რა ხო მე მაგით ამბობდი თავიდანვე რომ მაგალითად ბიტებზე რო ბატლაობენ რა ხშირად არის კომენტარებში წერენ რომ არა იმან მოიგო არა ამან მოიგო ამან
იმიტომ რომ მეთქი, ანუ რეგლამენტი არაა მეთქი რა. მე თვითონ ხალხი ვინც იქ ვართ ლაივზე და მე სახში უსმენთ, იმასაც ვამუყავებთ, რომ შეიძლება ლაივზე ისეთ ადგილას იდგე ოთახში, რომ ვაფშე სხვანაირად გესმოდეს. ან უკეთესად გესმოდეს, ან უარესად გესმოდეს. მე რო და მე სახში რომ მოусმენ, იქ ჩანწერილს და დამასტერებულს თუ რაც არის, მე სხვა ისა გადაწყვეტილება თუ რაღაც და მაგიტომაც ვამბობდი, რომ უფრო მეტი რეგლამენტია საჭირო მეთქი რა, იმიტომ რომ ბევრი ბატლი არსებობს ზოგადად როგორ იცი, რომ უკვე ჩვეულებრივ სტანდარტულ ბეთლ კულტურას ცდება რა. მართლა იმაშია გადასული, რომ ვინ უფრო აიყოლიებს crowds და იქ დაწერ punchline-ებს, არ დაწერ punchline-ებს, ნიშნულობა რა აქვს რა. მეც მქონია ეგ მომენტი, რომ დარბაზში ჩემთვის სხვა მოიგო და ვიდეოში სხვა. მე დარბაზში ვერაფერი ვერ გავიგე რა. დარბაზში ვერ იგებ ხოლმე. ხო. იცი რატო? რატო? სუთა ქართული კონტია. მიკროფონებს არ ადევს კარგი sidechain-ი, ლიმიტერი და რაღაც, ანუ როგორ გითხრა, სახში ჩავწერე ტრეკი და დავადე ავტოტიუნი, ისა რაღაც 1000 პლაგინი, ნუ მოკლედ რა გავატარე მთელ იმაში რა. ხორცის გასატარებ მანქანაში გავატარე მთელი ეგ ვოკალი რა, 10 ეფექტი მიდევს. და ლაივზე რაღაცას ჩასძახე პატარაზე ბგერას და ეგრევე overdrive-ით შემოდის და ეგ ბგერა ხოაზე ხარ და სანამ ჩაწერილი ტრეკის შესრულება ინდონეზი არავა, რაც ხოაზე ხარ რომ ჩართავ და უსმენ ჩაწერილს რა, მანამდე სულ ეგ პრობლემა იქნება, რომ მაგალითად ჩემი ხმა, ანუ გამიმართლა და უფრო ჟღერს, შენი ხმა ცოტა დაბალ რეგისტრშია და არ ისმის. შენ უნდა იყვირო. მე ჩვენ არ მოგწონს, მაგრამ რუსების ბეთლები რაც შემხედრია, მან და ავტოტუნიც აქვს თქონი. ავტოტიუნ ბატლი საერთოდ ცალკეა. ცალკეა? ხო. მან ვაფშე შეგიძლია თუ მე და შენ ბატლავთ, შეგიძლია ვაფშე არც ერთი punchline არ დაწერო, ჩემზე და ისე მოიგო. ვოი. მან არის, ანუ ავტოტიუნისთვის გათვლილი რაღაცა კონკრეტული ის ხასიათი ვაიბის ჟღერები და ჟღერადობა გავერთიანე. აი ეგ ჟღერადობა დაიჭირო, ეგ ვაიბი დაიჭირო და მაგით მოიგო დარბაზი უნდა მოიგო რა. რო აი ხო ვინ აყვება? ხო, ანუ ტრეკი ვინ მოიტანს უკეთეს ტრეკს. და მაგიტოა ცალკე რა. ჩვენიც მაკეთკენ წავიდა, თუნდაც flow ეხლა ძალიან იქითკენაა წასული დარბაზის საყოლებისკენ და ნაკლები punchline-ისკენ ეხლა ანუ. ხო, ანუ punchline-ებში რითმავენ, მაგრამ რაღაც ისინი არა აქვთ დამატებითი განზომილებები აღარა. მაინც flow ძალიან წინა იმაზე punchline-ზე ამ ახლა PvP flow-ს მე რასაც ეგრეა. მე მომწონს. ცოტა მომწონს. მეც მომწონს. მე ვერ ვიგებ უბრალოდ აი სხვადასხვა ბეთლზე მეჩვენებად რომ სხვადასხვა რაღაც არის კრიტერიუმი რა ანუ მაგას ვიძახი რეგლამენტი არა მაგას ხო და ეგ სხვადასხვა ჟიურის წევრები სხვა არიან მაგ დროს. ეგეც არის. შეფასების სტრუქტურაზე არ ვიძახი ხოლმე არაფერს, იმიტომ რომ ყველა მაინც ისე უყურებს როგორც თვითონ უნდა. ზუსტად. თემა PvP-საზმოში ხო ვარ ჯგუფში და ერთმა ბიჭმა დაწერა რომ ვაფშე ისე კაიხანიო ჟურის გადაწყვეტილებას აღარ უყურებო რა. არც მე არ მე თვითონ ბატლი მევასებაო და всё არ მე გეტყვირას ვაკეთებ რა, მე ჩვეულებრივ მაყურებელი რა. დამთავრდა ბეთლი, გავთიშე და პროსტა გადავახვე და მე გავიგებ ვინ არის გამარჯვებული. ძალიან კაი არის საძმო არსებობს რა. მე ვიცი მაგარი ჯგუფია ძალიან. კი, მაგარი ჯგუფია ძალიან. ისა რა ქვია, რატო იცი, რაღაცები არ მომეწონა რა, ადრე შეფასებები რო არ დავმალე პირდაპირ ვიტყვი, არ მომეწონა და იმის მერე ვცდილობ ეგრე რომ დაამთავრა ბეთლი, გადავახვიე ნახე ვინ გაიმარჯვა, თუ არ მომეწონა ვინ გაიმარჯვა, მე კომენტარებს ვხსენ და იქ ხდება ეს. ზოგადად თუ იმენა სეზონი და ის მომენტი არ არის, რომ აი პირველზე ვინ გავიდა მეორეზე, ვაფშე არ ფასდება ხოლმე რა. მე გასწავლი მაგარ ხერხს, როგორ მიხვდა ვინ მოიგო. PvP საზმოსი შედი, მე არ ვეტყვი ხა სახელს, მაგრამ ერთი ტიპის სახელს გეტყვი, ის რო დაწერს რომ აი ამან მოიგო, იმის საწინააღმდეგო მოიგო უეჭველი. მივხვდი ასეთ 1000%. მაგით მიხვდები რა, ერთს ვერ გააყავს. კაი კრიტერიუმია სხვა. ეხლა ბოლო ბეთლი შენ ბეთლი რო ნახე იქ გადავახვიე და მე პროსტა გადმოვახვიე რა მოხდა მე და ვერ მივხვდი რა მოხდა რა. პასპორტები რა ვქნა. ესე პირდაპირ. ფან გადავახვია, მე გადმოვახვიე და მაინც ვერ მივხვდა. მორჩა რა, всё, ანუ ჩემს ხო მივხვდი ის მოიგო რა. გადავახვია, ვა, არა. გადმოვახვიე მეთქი, ვა, კიდე წააგო. მეთქი არაფერი. ვა, მეთქი არაფერი არ მეთქოს რა. მე ხოლმე. არა პრობლემა. არა არის პრობლემა. ბიჭო, რა როგორ არ არის პრობლემა. გეომები არაა პრობლემა თქო. მაგრამ მე მაგრად გამიცორდა ძმაო, მადლობა კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ძალიან რაღაცა ისეთი კაი ის მივიღე რა, შტაბის სტილებები. არა ის მაგარი იყო რა. რა. წველი, ჯვალი, ცეცხლი. ეს ეტაპი. მე ის მაინტერესებს რა, ანუ
დიდი გეგმაა ეს როგორც ჩანს, ხო? უოჭველე. და ჟიურის წევრების სულ ერთ და იგივე გეყოლება, აი ის იგივე აცდენა რო არ მოხდეს, რასაც იქ ვსაუბრობდით. აი რეგლამენტის ამბავი. არ მოხდება ეგ აცდენა უეჭველი, ვინც არ უნდა იყოს რა, იმიტომ რომ ეგ ხალხის რაოდენობა შეზღუდულია. არ ამგონია 10 კაცით შეგროვდეს რა. როგორ ფიქრობ? მე მგონი 10 კაცით შეგროვდება. სეზონზე თუ არა, ჟიურის თემაში რა, ანუ 10 კაციც არ შეგროვდება ჩემი აზრით და მე მგონი ნებისმიერი სამი კაცი რა მაგ იმიდან რა, კამანდიდან რომ დააყენო ყოველთვის თანაბარ შედეგს მიიღებ, იმიტომ რომ მან ზუსტად ვიცით რისთვის ვართ მოსულები რა. ზუსტად რო ვიცით რისთვის ვართ მოსულები და რა კრიტერიუმებია და რას ვითვალისწინებთ და რას არ ვითვალისწინებთ, მან მე მგონი სულ ჩემი გადმოსახედიდან სულ თანაბარი და ისეთი იქნება რა, სამართლიანი იქნება. ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველა ერთი და იგივე კრიტერიუმით შეაფასებს ბეთლს რა. და ხო ეგ არ არის საბოლოო სახე, ეგეც მინდა ვთქვა, დაიხვეწება. მე ბიჭებთან გავდივარ ხოლმე სულ ამასთან ამ თემასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს, ესე რომ ვთქვათ, ვეკითხები აზრს და საბოლოო ჯამში მე მივცემთ ისეთ სახეს ამას, რომ აი იყოს და მე დაჟე ერთი იდეა მქონდა რა, აი დიჯს ველაპარაკე, რომ ბატლი რომ მორჩება. აი ხო მორჩა ბატლი და მორჩა ბატლი რა. და ჟიურის თუ გინდა ცალკე გადაუხე. დღეს ხო ეხლა მითხრა ქვევით. მართლა? ნუ მაშინ ვილაპარაკეთ მაგაზე, რომ აი მე თვითონ ის მომენტი არ მევასება, რომ ის ორმა კაცმა იბატლავა, გამოვდივარ და ვიძახი, რომ ამან ის რაღაც აი ეგ არ მევასება ხოლმე რა. დასხედით პოდკასტის თემაში და ხო ისაუბრეთ. და ვისაც უნდა მაგის ყურება, პროსტა ბოლოში გადაახვევს და მან პროსტა ვზივართ ეგ 3-4 კაცი თუ მიცვართ და ვამბობ, რომ ჩემი აზრით ამან მოიგო, იმიტომ რომ ეს, იმიტომ რომ ეს და იქ ხალხში პროსტა რა. აბა ყოჩაღობა იყოს ბიჭებო და დავშალეთ. თან იქ ჩაიშლება დეტალურად რაღაცები. ხო, იმიტომ რომ იქ თუ უკვე გაინტერესებს მაგის მოსმენა და ჩემი ბურტყუნის მოსმენა გაინტერესებს, თუ გინდა 3 საათი ვიბურტყუნებ რა. არა, ჩემთვის პრობლემა, იმიტომ რომ კამერების გარეშეც ახლა მე და ჩემი ისეთი ძმაკაცი, ვინც მაგ თემაშია, თუ ჯდებით, მაინც მაგაზე ვლაპარაკობთ, ხო? უეჭველი სხვაც ეგრეა რა. ხოლმე ახლა მე და დიჩი რო დავждეთ, კი შეიძლება UFC-ზეც ვილაპარაკოთ ან რაღაცაზე რა, მაგრამ ხო ვიცი 80% რაზე იქნება საუბარი, რომ ისევ ამ კულტურაზე ვილაპარაკებთ, ისევ ტრეკებზე ვილაპარაკებთ, ისევ არტისტებზე ვილაპარაკებთ, ისევ ბატლებზე ვილაპარაკებთ რა და მაგ თემასაც ვფიქრობდი, რომ თუ სეზონია, ოკეი, გაიმარჯვა ამან და ნახვამდის და მე გადაახვიე ვიდეო და ბოლოში ან ცალკე უყურე, რატო გაიმარჯვა ამან და თუ კითხვები გაქვს, უკვე კითხვებს დასვავ, თუ რაღაცის მოსმენა გინდა მოისმენ რა. სეზონი მალე დაიწყება ისე? ო, უცებ რომ მოვითხო. ბევრ რაღაცაზე გამოკიდებული. შენი გათვლებით? ჩემი გათვლებით, აი როგორც კი მექნება საშუალება, რომ არტისტები დავაჯილდოვო, რაღაც ნუ იმიტომ რომ მე შემხვდა იქ ინტროში არა, TikTok-ზე. როცა დიჩი გადამიხდეს მეც, მაშინ დავწერ მეც უკეთეს რა. თუ ეს, ხო რა, როგორც არის. მე იცი რა არის ვითვალისწინებ იმას, რომ ყველამ უნდა იშოვოს ფული, ამაზე შევთანხმდით რა, ეს არ არის 90-იანები, რომ არა ძმაურა ფული მე მიყვარს, კი მიყვარს საქმე, თან 12 წელია მიყვარს ეს საქმე. თან გოჩამ სწორად თქვა. ხო, მანი პოლვოლი ხო იცით? ხო, გრილზებს რო აკეთებს. აი პოლვოლის გაკეთებული გრილზები მინდა რა და უჩებელი ძალიან ძვირი ხის. ხო რა, უჩებელი ძალიან ძვირი ხის. ჯონი დინგისაც იყავს. ხო, აი იცის კაცო. უჩველი ძალიან ძვირი ხის. მინდა რა. მინდა ხო რა, ნუ ვიღაცას წითელი ფერარი უნდა, არ მაინტერესებს ფერარი, გრილზები. აი მე თუ შევძელი ის რომ ამას ჯონი დინგის გრილზები ამას რაც უნდა ჭავს გროტესკს ჯონი დინგის გრილზები კონდეს ან პოლვოლის მეც მექნება რა ანუ პონტი ეგ კი ხო ისე ვერ იქნება რომ ერთს ექნება და მეორეს ვერ ზუსტად ეგ არის მთელი მუღამი თუ შემეძლება რომ დავიწყო სეზონი ისე იგი შემიძლია რომ გადავუხადო კიდეც და ეგა იმიტომ რომ ნახე ჩვენი სიტუაცია ნუ შენ კარგად გაიგებ რა ორივე ოჯახი გყავს შვილები გყავს და ჩემი შვილი კაი ტრეკი და კაი ბეთლით ამბერს არ ყიდულობს ეგ რაღაცას თავისით რა ჯარა ყიდულობს რაღაც დონემდე ხო მაგრამ ისე არა ხო ესე რომ გავჩერ ნუ ელემენტარული რო აიღო ეგ არავის ბრალი არა უბრალოდ პატარა ერი ვართ ეხლა ჩვენი მოსახლეობა რო ყოფილიყო 200 მილიონი შენი დაუშვათ ლაივი სადაც რაღაცა X რაოდენობა თანხას გიხდიან გადამრავლდებოდა მინიმუმ მეტი ქალაქი ეხლა წარმოგიდგენ ამერიკაში 51 შტატი რო არის რა თითო შტატში ხო თითო მეგაპოლისი არის მინიმუმ კი ბატონო ხო წარმოგიდგინე იქ ერთი რეპერი თუ გავარდა მარტო ერთ ადგილას ხوار დაუძახებენ მეორე მესამე მეოთხე მეხუთე და მიყვება მე არ ეხთეს დასგულისხმობ იცი თუ სპონსორმა არ გადაიხადა მე ვერ გადაგიხდი და იმ არ ეხთეს გულისხმობ რა
ხო, აი ეგეც შენ პროექტზე დამოკიდებული რო ხარ, ეგეც ისეთი პონტი, აი მაგრამ ვიცი რაც არის ეგ რა. ხო, მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს რა ალტერნატივა რა საწყის ეტაპზე სპონსორი უეჭველი საჭიროა, იმიტომ რომ პავილიონზე დავრეკიდეთ 15000 ერთი ივენთი და მადლობა მეთქი ძმაო. კი. ხო და 15000 ვამე და კარავს გაში და გეკავება მთელი ღამე ხო იმენა. ისე ვიქრო გადავიღოთ. პროექტის შემთხვევაში ძალიან რთულია სპონსორის გარეშე რაღაც გაკეთება. ბილეთებზე ვერ იქნება მგონია. ვერა. გააჩნია. გაშენ რამდენი ადამიანი მოვა, ხო? მაგას გააჩნია. ახლა ეს ბეთლი ხო დადებულია ეს ვიდეო როცა იწვია. კი. როგორც შენი ბეთლი არა? ხო. ხო, ამ ბეთლზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ რა. ხო, მოკლედ იმას ვიტყვი, რომ ბიჭო, სტიჩი ვიცი რომ მოგეწონათ პირველ რაუნდში. აჰა. უეჭვე. ძალიან კარგი ბიჭი. აზრზე არ ახართ რა მაგარია და რაც ნახეთ ეგ რა ცოტა იყო რა. ჯერა მაგის. ანუ ძალიან სერიოზულია და განამარტო ის რომ კარგ აწერს. მე პროსტა კარგ ავწერ და მაქს ფეროზეც არ მაქვს ძალიან ბევრი განათლება. იმან იცის ვაფშე ყველა არტისტი, ყველა ბეთლი რა, ანუ ყველა ეს ამერიკაში რაც სტარდება, ყველაფერს უყურებს, სულ ელოდება. და ძალიან სიგიჟეებს გააკეთებს მომავალში დაელოდეთ უბრალოდ რა. სეზონი რა, უეჭველი იქნება სეზონი. დაიკიდეთ რაც ვთქვი, სპონსორი არ მოვა, სანამ არ მოვა, მანამ იქნება მოვა რა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ზედმეტად ბევრი ადამიანი ამ ჟანრის მიმართ სიყვარულით და იმ დონეზე უყვართ ეს ყველაფერი, რომ ჯერა რომ აი ხვალ თუ არა ზეგ მაინც გამოვა ის რაც უნდა გამოვიდეს რა და ყველაფერი იწყება ეგრე რა. ამ ხელა გუნდა გორდება და მე მოდი ზვავი. ასე რომ ზვავამდე. კი. წარმატებები ძმაო, რა ვიცი, მე ძალიან გამისორდა თქვენ გვერდში მიგულეთ სულ. და ბოლოში მაქვს ეგეთი ამბავი რა. Top 5 რუბრიკა გვაქვს. ხო და მე ბევრი ვისაუბრეთ ჟიურიზე რა. და top 5 ჟიური რო ჩამოთვალოთ. მე დავიწყე. ანუ ერთად რო გააკეთეთ უკეთესი იქნება. თან იმჯელეთ რა, მაინტერესებს ჟელობაც როგორ იქნება. გროტესკი ენა ისი ზური კოკოკლიანი. აჰა. იმენა ესე ჟიური. ჩემი გეთანხმებიან? იმჯელეთ მეთქი მაგით მოგით. შეიძლება გროტესკი არ დამეთანხმოს გროტესკი. საკუთარ თავზე კი ბატონო. არა მე რა მესამეზე Young Mike-ს უფრო გავუშვებდი. აჰა. და მეოთხეზე გავუშვებდი კოკლიანს. ეს. თამიდევრობას მე არ ვანიჭებ გატასვას. პასას 5 არ ვალაგებ? კი, სწორად. ეგრე ვალაგებ. ოკეი. მე 5 ადგილზე ვის გაიყვანეთ. გეტყვი. მე არ დამილაგები, მე უბრალოდ ეგრე არ დამილაგები. ხო, მეც არ დამილაგებ. ანუ ის ჟიური ვინც უკვე იყო. არა, თქვენი ზოგადად. მე 5 ადგილზე ვის გაიყვანდით, სათითაოდ მიყვეთ. მაშინ რა პირველზე პელეს მე 5 ადგილი დავიწყოთ. მე 5. მე 5-ზე ვის გავიყვანდი. მე ვაფშე ვერ ხვდები რა შუა, ანუ რა მე თუ ვიძახი, ამ 5-დან ყველა ერთი და იგივეა, უბრალოდ. ხო და ჩვენ გვაქვს რუბრიკა რა. იური მაგარი რთული დასალაგებელი რაღაცაა. მე 5-ზე გავალ მე, საკაიფოდ. იკისრებ ხო. სუფთოსანი ვიყავი, არ მაინტერესებს. მე 5-ზე გადასკა. ხო. მე შეგვიძლია ავიღოთ. პირველზე შეგვიძლია პელე დავაყენოთ, არაა პრობლემა. მეორეზე ნათია. ხო, როგორც ჟიური, ხო, რატომაც არა. კი. მე მგონი პელეს ვერ გამოვაპარებ რაღაც ისეც, რომ მე გაახსენეს, რომ weeks ხო რაღაცა იყო. მე მეორეზე ნათიას დავაყენებდი. კოკლიანს დავაყენებდი იდეაში, მესამეზე და ერთ ადამიანს დავამატებდით კიდე ვინმეს. მიშკაზე საუბარ, ხო? ერთად მომიწია. ჩემი ოცნება იყო ეგრე რომ გამოვაცხადა და ეგ კადრი იქნება? ჩემი ოცნება იყო. ეგ კადრი. ბიჭო, სხვათა შორის მაგაზე იყო საუბარი, რომ კარგად გამოგივიდა. კარგად გამოგივიდა. მე შენიშნა რომ მომცა კეიდენსი, ანუ აი სულ ეგ მაკლდა რა, ეხლა მეც დავამუღამე რომ ამიხსნა აი რა მაკლდა, აი საკლდა რა, რომ კარგი მოსასმენი იყოს ყურისთვის, აი რითმის თემაშიც რა, რომ აი პელე როგორც აკეთებს ხვაზე. კეიდენსი ეგ უნდა გავაკეთო, შემდეგში უეჭველი მექნება. აჰა. მე გეტყვით ერთ რაღაცას, რომ აი ამის ბეთლი რო დაიდება. დაიდება რა. ახავთ ყველაფერს. მე გაუცებული ვიყავ რაღაცა, ანუ არ ეგეთ ეფექტს არ ველოდებოდი რა. ჯის მოკითხვა და მადლობა კიდევ ერთხელ რომ გვერდში დაუდგა პროექტს ძმა ხარა.
აჩი მაგარი დუქი და შესლობას ფიცავარი იმენა ვაკევანოცოვი იმენა ხოდზე იყო ბოლომდე ძალიან გასწორ მადლობა ძმებო წარმატებებს გისურვებთ მოკლედ კიდევ ერთხელ რა ვიცი კიდევ ერთხელ რა შეიძლება დაგჭირდეთ ნახე პროდაქშენი ყველაფერზე ხოდზეა რა მოკლედ იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მოგწონს ნიჭიერი და მშრომელი ხალხი თქმა უნდა ყოველთვის გვერდში ვდგავართ რა გაიხარე ძმაო მადლობა რომ აქ ვიყავი და ვიმუშავებთ კიდევ რა ერთხელ რა თქმა უნდა всё მეც აქ ვარ თუ რამეში დაგჭირდეთ ისე რა DJ-ც აქ არის რეპერიც აქ არის მეორე კაროჩი გამონები პირველი ანიჭიერები ხარ პირველი ადამიანია ვინც დაასაპორტა პროექტი რა იმენა ეს პირდაპირ ნუ ელე და